ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მან უკვე მოაწერა ხელი სპეციალურ დირექტივას, რითიც 19 დამატებით ოფიციალური პირი და დასანქცირებული არის ესტონეთის მიერ ძალადობისთვის, პოლიტიკური სასამართლოებისთვის არაპროპორციულად გამოყენებული სასჯელებისათვის, რომელთაც როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს, არ აქვს ადგილი დემოკრატიაში. ესტონეთი განაგრძობს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგომას, თავისუფალი მედიის გვერდით დგომას და ქართველი ხალხის გვერდით დგომას ღირსების, უფლებებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. ეს არის სულ ახალი ამბავი. ჩვენ გვაქვს სიაც, ვინც არიან დასანქცირებულები, სიის სათავეში კი რა თქმა უნდა არის არც იყო ეს მოულოდნელი ქალბატონი გალუსტაშვილი ნინო მოსამართლე, რომელმაც სამარცხვინო სასჯელები გამოუტანა სინდისის პატიმრებს. 19 კაციანი სია არის გიორგი გვარაკიძე, ალუდა ღუდუშაური, ილია ინჯია, ირაკლი ქადაგიშვილი, ანი ხუბეჯაშვილი, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი და ლეგიონია მათი სახელი, როგორც იტყვიან. სულხან თამაზაშვილიც არის სხვა შორის, სოზარ სუბარიც მათ შორის, თენგიზ შარმანაშვილი, პაატასალია. მოკლედ ეს ხალხი იცნობს აშკარად, ვინც ბატონ ჯოებეც არის დაჭყებია. მოკლედ ვერავინ ვერსად ვერ დაიმალება, ვინც ამ ბოროტებაში იღებს მონაწილეობას. დღეს კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. საქართველოს თავისუფლების მცველს სინდისის პატიმარ ანდრი კვარაცხელიას რეჟიმის სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ანდრი კვარაცხელიას ერთადერთი დანაშაული მისი სიმამაცე და სიმტკიცეა, მისი ნება, რომელმაც სამშობლოსთვის მნიშვნელოვან წუთებში რუსთაველის გამზირზე გაიყვანა. რეჟიმს არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ აქვს. მათი ტელევიზიები დღეს ვიდეოს აქვეყნებენ, სადაც დაუდგენელი ადამიანის ხელი მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ოღონდ ამ პიროვნების დადგენა ვერც სამხარაულის ბიურომ და ვერც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ვერ შეძლეს. ასე ეს იმას გავს მტკიცებულებით უშვებენ ახალგაზრდა კაცს ამდენი ხნით ციხეში. ანრის დედა ემიგრაციაშია 12 წლის წინ წავიდა, რათა ოჯახი ერჩინა. სახელმწიფომ თავად ანრის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულებათა მთელი წყება, რომლებზეც მოსამართლემ თვალი დახუჭა და იქვე ხელი დაიბანა. ანდრი კვარაცხელია 6 დეკემბერს დააკავეს საკუთარ სახლში. ის და მისი ფეხმძიმე ცოლი იყვნენ ერთად. ჯერ მოტყუებით ცდილობდნენ შავად ჩაცმული მილიციელების სახლში შეპარვა, შემდეგ როგორც კი კარის გაღება შეძლეს, სახლში შევარდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ორსულ ქალს ყელში ხელი წაუჭირა და ასე აწია ჰაერში. ნელ-ნელა ვბუჟდებოდი, ვეღარ სულთქავდი, მიჭირდა ნერწყვის გადაყლაპვა, შემდეგ მომისროლა დივანზე. ასე იხსენებს ნუცა, რაც თავს გადახდა. რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ მას მუცელი მოეშალა. ხო, ეს ოჯახი აფხაზეთიდან ადევნილი, ის რაც რუსმა ბოევიკებმა იქ აფხაზეთში დააკლეს, ქართველმა მილიციელებმა აქ თბილისში დაუმატეს ქართულ ოჯახს. არ ვიცი გულის მაგივრად რა უნდა გქონდეს და სისხლის მაგივრად რა უნდა დაგიდიოდეს ზარგვებში, რომ ამ ისტორიამ არ შეგზრას, არ მოგანდომოს სამართალი ნახო, არ გაოცნებოს იმ დღეზე, როცა ის ველური ნუცას რომ ყელში ხელი წაუჭირა, ჰაერში აწია, ვინც ანრისა და ნუცას ჯერ არ დაბადებული შვილი შეიწირა, აი ის არიჯდება გისოსებს მიღმა. და არა მარტო ის, ამ ყველაფრის შემოქმედი, რა თქმა უნდა, ერთი კაცია, ბიძინა ივანიშვილი. ახლა სწორედ მის გამო ათობით ადამიანი საპატიმროებში იტანჯება, მილიონობით ქართველს კი საპატიმროს გარეთ გვიშენებენ. აქედან ვეღარც სამკურნალოდ, ვეღარც სასწავლებლად, ვეღარც სამუშაოდ, ვეღარც ახალ ევროპაში, რადგან ივანიშვილს არ უნდა, რომ თავისი აბსოლუტური ძალაუფლება მის მიერ დამყარებული ბატონყმობა დათმოს. რაღაცით ხომ უნდა ახსნან, რატომ კარგავთ ვიზა ლიბერალიზაციას და ძველი კარტი გამოიყენეს. კარგად დავიწყებული გლობალური ომის პარტია გაიხსენეს. უვიზო მიმოსვლას იმიტომ გვართმევენ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით. ოღონდ მოლდოვაზე ამბობენ, რომ იქაურობა უკვე ჩაიგდო ხელში ამ გლობალური ომის პარტიამ და ამიტომ აქვს ყველა სიკეთე ევროპისგან, მაგრამ მოლდოვაში ომი არაა. არავის დაუძალებია მათთვის რუსეთისთვის ცეცხლის გახსნა. რამდენიმე დღის წინ მდინარაძემ საზეიმოდ გამოაცხადა, რადგან მაგრად დაუდექით Deep States, ახლა ომის დაწყებას აღარავინ გთხოვსო. დღეს კობახიძემ საპირისპირო თქვა. რა მაგარი არა? ხო, ომის დაწყება და სქეშის შეცვლის მასობრივი ოპერაციები ყველასთვის. ამ ორს გთხოვენ და ამაზე უარს ვამბობთ. სხვა რა გზა გვაქვსო. ახლა ამ სალაფავს, რა თქმა უნდა, ბევრი კვლავ შეჭამს. ასე აწყობთ მათ ემოციებს, სულში ჩაბუდებულ სიძულვილს და გაუხარელ გულს, ასე სჭირდება. ყველაფერს დაიჯერებენ, ყველაფერს შეჭამენ, ოღონდ ის არ დაუშვან, რომ ჯოჯოხეთში მიაქანებთ ეს მთავრობა. ხო, ვითომ პატიმრების უფლებები ადარდებდათ, ციხეში წამება არ მოსწონდათ, მაგრამ როგორც კი ბატონისთვის სიამოვნების მისანიჭებლად გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში აწამეს, იმ წუთას დაიჯერეს, რომ ბაჩიაშვილმა იქით სცემა თანამესაკრე, მაგრამ თავარი რაც ყველას უნდა ესმოდეს ისაა, რომ მთელი ეს სისულელეები უმცირესობაშია, ღრმა უმცირესობაში. ამ ქვეყანაში რაც არ უნდა სადოს ოცნებამ, როგორი ოპტიკური ილუზიაც არ უნდა შექმნას, ღრმა უმცირესობიდან უმრავლესობას ვერ შექმნის. თავარი მოთმინებაა, სწორედ მოთმინებასა და გაძლებაზე გადის ახლა ფრონტის ხაზი. ვინც მეც გაუძლებს, სწორედ ის მოიგებს. დღეს კიდევ ერთი ამბავი გავიგეთ.
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ოცნების რეჟიმს მოუწოდა უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან არ გამოითხოვოს ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია და ის არავის გადასცეს, მათ შორის არც რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას. კომიტეტს საჩივით ორგანიზაცია საფარის არასრულწლოვანმა ბენეფიციარმა მიმართა ეს მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ ორგანიზაციებისგან იმ პირების პერსონალური ინფორმაცია მოითხოვა, რომლებიც მათი სერვისებით სარგებლობენ. საფარში ამბობენ, რომ ამით შეჩერდა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე ბრძანების აღსრულება.